ვერძი. სექტემბერი მოითხოვს შენელებას. მთვარის დაბნელება შენს ყოველდღიურ საქმეებსა და ჯანმრთელობას შეეხება, დროამეტი ყურადღება მიაქციო საკუთარ ენერგიას. კარიერაში ნელა, მაგრამ სტაბილურად წინწახვალ. სიყვარულში კი საჭირო გახდება მოთმინება და ერთმანეთის უკეთ გაგება. კურო. ეს თვე შემოქმედებისა და რომანტიკისთვისაა. მზე ახალ სიყვარულს ან ბავშვებთან დაკავშირებულ სიახლეს მოიტანს. ფინანსებში სიფრთხილე გმართებს, მაგრამ მეგობრებში დიდი მხარდაჭერა გელოდება. ტყუპები. შენი თვე დინამიკურია. მთვარის დაბნელება კარიერასა და სახლს შორის ბალანსის მოძებნის წინაშე დაგაყენებს. ოჯახში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი. ფინანსურად კი სექტემბერი ახალ შესაძლებლობებს გთავაზობს. კირჩხიბი. სექტემბერი შენთვის სწავლასა და კომუნიკაციაში მოტივაციის მატებას მოიტანს. შესაძლებელია ახალი ცოდნის მიღება ან მოგზაურობის დაგეგმვა. სიყვარულში გახსნილობა და გულწრფელობა დაგეხმარება. 21 სექტემბრის დაბნელება ფინალურ სიტყვას იტყვის ერთ ურთიერთობაზე. ლომი. თვე ფინანსურ თემებზეა ორიენტირებული. ვენერას და მარსის გავლენა ახალ შემოსავალს ან საერთო რესურსების გადახედვას მოგიტანს. ემოციურად საჭიროა საზღვრების დაცვა. პარტნიორული ურთიერთობები გამოცდას ჩაგიტარებს, ღირს თუ არა ურთიერთობაში ყველაფრის ჩადება. ქალწული. ეს თვე შენია. შენი ნიშნის სეზონი და 21 სექტემბრის მზის დაბნელება ახალ ფურცელს გადაშლის შენს ცხოვრებაში. იდეალური დროა საკუთარი მიზნების განსაზღვრისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. ურთიერთობებში კი მეტი თვითდაჯერება გჭირდება. სასწორი. სექტემბერი მოითხოვს დასვენებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას და შინაგანი სიმშვიდის პოვნას. 7 სექტემბრის მთვარის დაბნელება შეიძლება ემოციური დაღლის მომენტი იყოს, მაგრამ ამის შემდეგ ახალი ენერგიით დაიმუხტები. სიყვარულში გირჩევ თანდათანობით გაანათო შენი გრძნობები. მორიელი. სექტემბერი აქტიურ სოციალურ ცხოვრებას გპირდება. მეგობრებთან და კოლექტიურ პროექტებთან მეტი ჩართულობა გექნება. 7 სექტემბრის მთვარის დაბნელება დაგეხმარება ჩამოიშორო ისეთი კავშირები, რომლებიც შენს ზრდას არ ემსახურება. რომანტიკაში კი ახალი, მოულოდნელი სიმპათია შეიძლება გაჩნდეს. შვილდოსანი. სექტემბერში ყურადღება სახლსა და კარიერას შორის გადანაწილდება. პროფესიულად მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ ოჯახის საკითხებს გვერდს ვერ აული. 21 სექტემბრის დაბნელება სწორედ ამ ბალანსის საჭიროებას გაჩვენებს. სიყვარულში მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. თხის რქა. ეს თვე გაფართოებას და ახალი ცოდნის მიღებას უკავშირდება. შესაძლოა მოგზაურობა ან ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაგეგმო. პროფესიულ სფეროში წინსვლისთვის საერთაშორისო კავშირები მნიშვნელოვანია. ემოციურად კი საჭიროა სხვებისგან მიღებული რჩევების გონივრული გაფილტვრა. მერწყული. ფინანსებისა და ღირებულებების თვეა. სექტემბერი გასწავლის, როგორ მართო საერთო რესურსები და ემოციური დამოკიდებულებები. 7 სექტემბრის დაბნელება დაგეხმარება გათავისუფლდე ვალდებულებებისგან, რომლებიც უკვე აღარ მუშაობს. სიყვარულში შეიძლება ინტენსიური, მაგრამ გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს. თევზები. სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. 7 სექტემბერს მთვარის დაბნელება შენს ნიშანში მოხდება და ახალი ცხოვრების ეტაპზე გადაგიყვანს. ურთიერთობებში და პირად გზაზე დიდი ცვლილებები გელოდება. 21 სექტემბრის დაბნელება პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება, იწყება ახალი თავი სიყვარულსა და თანამშრომლობებში.